რას დავბედით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ. Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. პროჭორილელებმა გამოაცხადეს სოციალურად დაუცველთა ბაზას უნდა გადავხედოთ, ძალიან გაბერილია. აქვე ბარემ გაჩვენებთ BMG-ს მომზადებულ გრაფიკას, რომელიც საქსტატის მონაცემებს ეყრდნობა. 710,221 ადამიანი ამ სიაში. მეტი საჩინოებისთვის. ქვეყნის ყოველი მეოთხე ან მეხუთე მოქალაქე. ესენი ჯამურად წელიწადში იღებენ 1,641,500,000 ლარს. ყოველი მათგანი საშუალოდ 2,300 ლარს წელიწადში. ანუ თვეში 190 ლარს. ვიღაცისთვის ეს ფულია. ვიღაცისთვის როგორც მინისტრად წოდებული სარჯველაზე ამტკიცებს, არაფერიც არა კი დაუცველთა სიიდან ზოგმა 2025 წელს 2025 წლის მოდელის მანქანა იყიდა. თურმე. ბოდიში კი არ მინდოდა რომ არითმეტიკით მომებეზრებინა თავი, მაგრამ თავარი საბაზრო მონაცემები მოგაწოდეთ. და ახლა დავბრუნდეთ თავში, თავარ სათქმელზე. 710,000-ზე მეტ ადამიანს, ანუ 185,000-ზე მეტ ოჯახს ახლა გამოხშირავენ. რას ნიშნავს ეგ? ორ რამეს. პირველი, სახელმწიფოს აღარ აქვს ფული, რომ ამდენს უხადოს. ეს კარგად ჩანს თუნდაც უნივერსიტეტების გაყიდვის ეს მანიაკალურ სურვილში. და მეორე, ალბათ უფრო მნიშვნელოვანი. რუს ბორიას აღარ სჭირდება იმ ხალხის გულისა და სტომაქის მოგება, ვისაც თვეში 190 ლარს უხდიდა. ის ხალხი უბრალოდ აღარ სჭირდება. არჩენება წოდებული ფარსით უკვე ოდესმე კიდევ აპირებენ ჩატარებას უახლოეს 3 წელიწადში არ უწევს და რისთვის აჭამონ ამდენ ხალხს ტყუილად. მათი ხმა არაფერში არ გამოადგებათ და ალბათ აღარც 2028-ში გამოადგებათ, როდესაც წესით არჩევნები უნდა გამოცხადდეს. თუ მთელი ოპოზიცია იაგო გირჩიშმირჩი და ძალზის ხალა არ იქნა. ეხა იქ რახმების მობილიზაციაზეა საუბარი. გაინაწილებენ ნარნარად იმ ათმებს, ვინც მივადა, იმაცაც ვინც არ მივადა, მე შენ გეტყვი ხა დამკვირვებელი გააკონტროლებს თუ დამოუკიდებელი მედია უბანზე. ასე რომ ბოდიში მეგობრებო, ვინც წლების განმავლობაში ხმას მხოლოდ იმიტომ აძლევდით ამ რუსულ რეჟიმს, რომ შემწეობა არ დაგეკარგოთ. თქვენ კარგად გამოგიყენეს და ახლა გამოგისვეს ქოცის დაკუჭული ბუკლეტივით. გონიათ შალავატივითა და ნადეჟდათი ამოიწურება ქართული მედიის პრობლემები. სამწუხაროდ არა. ეგენ იმიტომაც არიან შალავატივი და ნადეჟდა, რომ სხვა გასაჭირი უამრავია და ყველა განგებარი შექმნილი ხელისუფლება წოდებული რუსული რაზმის მიერ. დღეს გაჩვენებთ ევროპის ერთ ძალიან საინტერესო რუკას, სადაც საქართველო აღნიშნულია რიცხვით 153. იცით ეგ რას ნიშნავს? ჟურნალისტებზე თავდასხმის რაოდენობა 2025 წელს. დაფიქსირებული, გადაღებული, დოკუმენტირებული, აი წყალი რომ არ გაუვა და კითხვას რომ არტოვებს ისეთი. ხომ სულ ვიღაცას ვედრებით. აგერ მეზობელ თურქეთში, რომელიც ათჯერ უფრო დიდია ყველანაირად. 2025 წელს ჩვენზე ნაკლები თავდასხმა მომხდარა. უკრაინაში სადაც ჟურნალისტები ტყუის, რაკეტების, დრონების ცეცხლით იღუპებიან 118. გვისწრებს მხოლოდ სერბეთი ევროპაში. დაკვირვების პერიოდში საქართველოს ყველაზე შორს მიმავალი მაგალითი აღმოჩნდა. უკვე შესავალში წერია და ეს ნიშნავს, რომ ასე სწრაფად, ასეთი ნახტომი რუსის უკანალისკენ სხვას არ გამოსვლია. იმ 153 თავდასხმაში, რომელიც საქართველოში აღმოსული 2025-ში, სამიზნე 263 ჟურნალისტი იყო. ამათგან 28% პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების, 25% მთავრობის წარმომადგენლების, თითქმის 19% კი სასამართლოს წარმომადგენლების მიერაა ჩადენილი. დაგპირდით, მოკლედ მოგიყვებით მეთქი, ამიტომ ახლა აღარ ჩაუყვები გვერდნახევარს, სადაც ანგარიში საქართველოს რუსი მმართველების მიერ დამტკიცებულ აბსოლუტურად რუსულ კანონებს ჩამოთვლის. კი არ აღწერს და აანალიზებს, არამედ მხოლოდ ჩამოთვლის და ამას გვერდნახევარი დასჭირდა მართლა. პროჭორილელებს ეს დოკუმენტი წაკითხული რომ მქონდეთ, არადა, უნდა ქონდეთ წესით, რა კი ევროკავშირის პატრონაჟით შედგა, აუცილებლად გამოცივდებოდნენ და იტყოდნენ, ახლა ამ ცილის წამების გამო უჩილებთ ევროკავშირსაც და კვლევის ავტორებსაცო, თუნდაც იმიტომ რომ ანგარიში ყოველგვარი ჭყალების, ფრჩხილების, ეგრეთ წოდებულების ამბობენ რომ ისა და რაღაც მოკიბვის გარეშე პირ არის ნათქვამი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი და სიხშირეების მარეგულირებელი კომისია რეჟიმის მიტაცებული ინსტიტუციებია. აი პირდაპირ ასე წერია, მიტაცებული. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებული მედია, რომელიც ბევრი წელია მართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება. ასე წერია. ბოდიში ბატონო ვასიკო, თუ ეს ცუდი ამბავი ჩემგან გესმით ახლა პირველად. ანგარიში ნახსენებია მზია ამაღლობელიც, აბა როგორ. უსამართლო დაპატიმრება და უკიდურესად პოლიტიზირებული სასამართლო. ვიცი პროჭორილენო იტყვით არაო, მაგრამ ასე წერია. 153 თავდასხმა საერთო 1491-დან. და ეგ იცით რას ნიშნავს?
რომ ევროპის 36 ქვეყანაში დაფიქსირებული თავდასხმების 10% ერთ პატარა საქართველოში მომხდარა. მე რა ვთქვათ, რომ ერთი ადგილი ჟიმჟიმს სტატისტიკურად ვერ ასახავ. ასახავ და გაიგონებ კიდეც. ჩემო ბატონო ბორია. ჩვენს თვალწინ უაღრესად საინტერესო იურიდიული პრაქტიკა ყალიბდება. უაღრესად. პრეცედენტული სამართლის кейსი, როგორც ჭკვიან ხალხს უყვარს ხოლმე თქმა. სასამართლოში ახლა მოპასუხედაა დაბარებული თამარ ჩერგოლეიშვილი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი. რათა გასცეს პასუხი კითხვას. რა უფლებით უწოდა ამ ორგანიზმს თალიბანის სირი? პროცესი 26 თებერვალს იყო დანიშნული, მაგრამ 3 საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებით კიდევ 3 კვირა ითხოვა, რომ ყველაფერი გამოწვეულით უნდა შევისწავლოთ. ეს არქეტიპი, როგორც ახლა ამბობენ, თვით იდენტიფიცირდება როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. თქვენ თუ არ აიდენტიფიცირებთ მას როგორც პარლამენტარს, ციხეში წახვალთ. კანონი მიიღეს მაგისთვის, თუ ახლა იღებენ. ხო და თვით იდენტიფიცირებულმა პარლამენტარმა უჩივლა ჩერგოლეიშვილს, რატომ ვარ თალიბანის სირიო. საქმე კონფიდენციალურია, ამიტომ არ მაქვს ახლა საშუალება მაყურებელს გავაცნო სარჩელის დეტალები. კერძოდ, განგიმარტოთ მეცახელი ერთიანად იტკიცა თუ მისი რომელიმე ნაწილი. თუ ერთი ნაწილი არ მოეწონა, რომელი უფრო ეტკინა, თალიბანი თუ სირი. ანუ რომელს დაობს, რომელი არ ვარო. დეტალურად თუ გავარჩევთ, ვერ ხვდები სადაო რა გახდა. ენობრივ ექსპერტიზას თუ დანიშნავენ, ექსპერტი აუცილებლად იტყვის, რომ სიტყვა თალიბი არაბულია და ნიშნავს მოსწავლეს. სხვა არაფერს, მოსწავლეს. თალიბანი ამ სიტყვის უბრალოდ მრავლობითი ფორმაა. სიტყვა სირის ეტიმოლოგიისა და შესაბამისობა შეუსაბამობის დადგენისას კი ექსპერტი თუ პრეცედენტებზია საუბარი, აუცილებლად მოიშველიებს ქართული ოცნების 2022 წლის საინფორმაციო კამპანიას, რომელიც სამგორის გამგებლის ვინმე კახა სამხარაძის მგზნებარე მიმართვას მოყვა. გაგახსენებთ უბრალოდ, რომ ამ სამხარაძემ საჯაროდ სირები უწოდა ადამიანს, ვინც არ ეთანხმებოდა პროჭორილელების მმართველობის სტილსა და მიმართულებას და ქუჩაში გამოვიდა. მე არ ვიცი ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისე ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ. ციტატის დასასრული. ვიღაცებს ვირისგან რატომღაც ციხლი ეტკინათ. და ატყდა ამბავი მიადგნენ ამ პროჭორილელ სამხარაძეს ეგ რატომ გითხარიო. ევამ ხრები აიჭეჭა, ჩემგან რა გინდა თუ, აგერ სულხან საბას უწერია სირი ფრინველს ნიშნავს. ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები. სულხან საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს. და მართლა, სირი არის ჩიტი. სხვა განმარტება სულხან საბა არ იძლევა, არ არსებობს. ამ ვერსიას მაშინ მიაწვა ყველა რეალური თუ ვირტუალური კოცი. ისინი, ვინც დღესაც თანამდებობაზეა და ისინი, ვინც უკვე ციხეშია. პირად სივრცეში აქვს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. საჯარო მოხელე არის 6 საათამდე და 6 საათის მერე ხდება ადამიანი, რომელიც სახში ზის და თავის აზრებს გამოხატავს თავის პირად Facebook გვერდზე. სამხარაძესა და სხვა პროჭორილელებს შეიძლება არ დაუჯეროთ, მაგრამ სულხან საბას ხო უნდა დაუჯეროთ. ახლა ეს ორი სიტყვა რომ შევაერთოთ, რა გამოდის? ვინმე გორდულაძე გამოდის მოსწავლე ჩიტი. რა არის ამას შეურაცხყოფელი და გამოსაძიებელი? რის დადგენას ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც 17 მარტამდე ითხოვა პროცესის გადაწევა, ბოლომდე უნდა გავერკვე ყველაფერში. მომავალში 3 კვირის წინ, რომ გავიხედოთ დამოუკიდებელი, ობიექტური, თავისუფალი, კანონიერი, მიუკერძოებელი ქართული სასამართლო, ეხა პარლამენტარ აწოდებას ხომ არ გაამტყუნეს და ხომ არ ეტყვის სარჩელი უსაფუძვლოა. ირაკლი კობახიძე გამიხმეს თუ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილონ და ჩერგოლეიშვილი არ გაამტყუნონ. რასაჯელს მოუგონებენ, არ ვიცი, ეგ ბორია რუსის ფანტაზიის ამბავია. სამაგეროდ ვიცი, რომ ამ გადაწყვეტილებით სასამართლოს ძალი დამტკიცდება, რომ ეს სუბიექტი არჩილ გორდულაძე არ არის თალიბანის სირი. თუ ვინმეს გეგონათ ან ეჭვი ქონათ, ამ დღიდან გეცვენებათ, რომ არ არის. და ამის დასადასტურებლად აწი ჯიბეში მოსამართლის ხელმოწერილი და ბეჭედასმული გადაწყვეტილება ედება. როგორც კი პირს გააღებთ, რომ რამე უთხრათ, ეგრევე აგაფარებ ცხვირზე. არ ვარ მოსწავლე, არ ვარ ჩიტი, არ ვარ თალიბანის სირიო. და ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-სა და TikTok-ზე. რაც დავდიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.